მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. გამოვცადეთ ახალი Peugeot 2008. გიზიარებთ პირველ ემოციებს. ფასიდან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან კარგი ავტომობილია. მით უმეტეს ქალბატონების რჩეული ავტომობილია Peugeot 2008 და დავეთანხმებით ქალბატონები ყოველთვის მართლები არიან. Top Speed-ის რუბრიკაში აგიხსნით რა არის და როგორ მუშაობს ცივი ჰაერის მიმღები. პირველ რიგში იზრდება ძრავის რესპონსი, ანუ გრძნობელობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძრავი იღებს ცივ ჰაერს და როგორც ვიცით, ცივ ჰაერში არის უფრო მეტი ჟანგბადი და შესაბამისად, უფრო მეტი ჟანგბადი ნიშნავს კარგ ბენზინის და ჰაერის ნაზავს. კარგი ბენზინის და ჰაერის ნაზავი გვაძლევს უკეთეს აფეთქებას, ხოლო უკეთესი აფეთქება ძრავში და სწორი აფეთქება, როგორც ვიცით, ნიშნავს უფრო მეტ ცხენის ძალებს. Lamborghini-ის ცენტრი თბილისშია. გთავაზობთ ასევე ინტერვიუს Lamborghini-ის CEO-სთან, შტეფან ვინკელმანთან ერთად. ამ ერთი სადილეროს გახსნა რეალურად მთელ ამ ბაზარზე Lamborghini-ის წარმომადგენლობის გაჩენას გულისხმობს. Leadership means the presence in the market. გაგაცნობთ კომპანიას, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ავტომობილების იმპორტი. უფრო ვრცლად დავლაინ ავტოიმპორტის დამფუძნებელი მოგვიყვება. ძალიან ბევრმა მომხმარებელმა და დილერმა არ იცის, როდესაც კანადაში ყიდულობს იგი ავტომობილს და ეს ავტომობილი ქვეყანას დატოვებს, შესაბამისად მას უბრუნდება ტაქსი. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ეხმარება ჩვენს მომხმარებლებს ამ ტაქსის დაბრუნებაში. ეს ტაქსი შეადგენს დაახლოებით 19%, შესაბამისად ჩვენ რომ შევიძინოთ აუქციონზე $20,000-იანი ავტომობილი, დაგვიბრუნდება $3,800 უკან. სტუმრად გვეყოლებიან Porsche Club Georgia-ს პრეზიდენტი ლაშან არსია და პროფესიონალი დრიფტერი, საავტომობილო ღონისძიებების ორგანიზატორი გუგა კირვალიძე. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხი ამ კითხვაზე, FIA-სიც და FIFA-სიც არის ესეთი, რომ კლასიკური ავტომობილების ეპოქა ერა დასრულდა. მოცემულობით დღეს რომ მოვითხოვოთ 30 წლის კანონი გამოგდის ვალფარებიანის, ესე ვთქვათ, ხელშეწყობა იმისკენ რომ ეგ არის კლასიკური ავტომობილი. დამწყებ დირექტორებს ვეთქვი რომ სანამ დაგიწყიათ დაანდებით. სანამ ახალ ამბებზე გადავალთ, მოდი ზოგადად მივიხილოთ რა მოხდა სოფლიოში და საქართველოში. როგორც მოგეხსენება Xiaomi ავტომობილი რაც გამოუშვა, ვერ გათვალეს თავიანთ ხალხზე, ანუ ჩინელებს. და ეხლა რა მოხდა? წვრილი თვალების გამო ავტომობილს გონია რომ ძღოლს ეძინება და აჩერებს სვლას. ანუ ეხლა წარმოიდგინე ეთნიკური ნიშნით ჯერ ვერ განავითარეს ეს ყველაფერი. ნუ ალბათ რთულია ძღოლს რო თვალები ეხუჭება რაღაცა ეს გზნობს აღიქვას ალბათ ისე რომ წვრილი თვალები რახანა აქვს ეხუჭება და ჩერდება რა. არ ვიცი ამ პრობლემას როგორ უნდა უშველოდ. ალბათ დახვეწავა შემდეგში. არ ვიცი ეთნიკური ნიშნით დასახვეწია აშკარად. როგორ უნდა უშველონ ამ პრობლემას? ჩემს რაღაც დამატებითი სენსორი უნდა დაამატონ და ანუ მარტო თვალებზე არ უნდა იყოს ეს დამოკიდებული რა. დაღლილობაზეც ალბათ საჭეზე ხელის მოკიდების შეგრძნება, ანუ ადამიანის პულსი და 1000 რაღაცით შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს და მხოლოდ და მხოლოდ თვალებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რაღაცა რასიზმის კუთხითაც ფაქტია რომ ამ ტექნოლოგიამ რაღაცა პატარა კრახი განიცადა მაგ რეგიონში რა. პატარა კი არა ძალიან დიდი, იმიტომ რომ გათვლა მაინც თავიანთ ხალხზე აქვს ალბათ პირველ რიგში. ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ Porsche-ს რეკორდი მწვანე ჯოჯოხეთზე დაამხო ამ ავტომობილმა. დაახლოებით 3 წამით მოუგო ტაიკანს. Porsche ისე მიყვარს რომ მე მგონი რომ ცოტა დროებითი არის ეგ ამბავი. ხო, ნუ ყველაფერი დროებითია. იქ ადრე გახსოვს ტაიპერი იყო პირველი წინაწამყვანებში, მერე მეგანმა მოუხსნა ეგ რეკორდი, მერე ისევ ტაიპერმა მოუხსნა, ეხლა GTI მოუხსნა. ხონდა მიჩეთერა მაშინ რაღაც პერიოდში. ბოლო მანქანაზე იჩეთერა კი. კი და ანუ ზოგადად ავტომწარმოებლებს შორის ეს ჩეთერობა შეიძლება ითქვას რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე და კი, ხშირია, რა თქმა უნდა. აკეთებს ხოლმე მსგავს რაღაცებს, იქ სხვა საბურავს აყენებენ. ტორმოზის სისტემას ცვლიან და აქ მე როგორც ვიცი, სპორტული საბურავები ეყერათ, ნახევრად დაშლილი იყო ავტომობილი, ანუ Civic-ზე მაქვს საუბარი, არა Xiaomi-ზე. ხო და საინტერესო არის, ანუ ეს როგორ გაგრძელდება ეს დუელი. იმიტომ რომ ეხლა 3 წამი ძალიან პატარა დრო არ არის, მაგრამ საინტერესო კიდე რა არის, არასახელებენ პილოტის ვინაობას. ვინ იჯდა? მე Xiaomi-ზე ძალიან ბევრი სტატია ვნახე, სხვათა შორის მინდა გითხრა და ძალიან ისეთი რაღაცეები ვნახე, რაც ცოტა არ მომეწონა რა.
და ზოგადად არ მიყვარს ხოლმე წინასწარ რაღაცეების საუბარი და სანამ მე თვითონ არ მომეცემა ამ ავტომობილის გატესტვის საშუალება, მანამდე არ ვიცი. ერთი საინტერესო კიდე ის არის, რომ პირველი თაობა, რაც გამოუშვეს, სალონი აი არ ვიცი, ყველაფერი ჭრიჭინებდა აბსოლუტურად რა. კი და აი ზუსტად ძალიან უხარისხო იყო, მაგ კუთხე აი ერთი ჭანჭკის დამატება რა გახდა რა. აი სხვათა შორის აი ბევრ ძალიან ახალ ავტომობილს აქვს ის პრობლემა და არა ჩინურებს. მინდა გითხრა, ჩინურებზე ვიყავით, ბარემ ვიტყვი. $1,500,000 გაიყიდა ერთ-ერთი ჩინური ავტომობილი. თან მეორადი. აი არ ვიცი. არის ეთყობა ამ ავტომობილში რაღაც ისეთი რის გამოც ვირვა ძრავით არის აღჭურვილი და რაღაცა კლასიკურ დიზაინში არის გადაწყვეტილი, ამას ნახავთ. მოხატული. თან მოხატული არის ასე ვთქვათ, ეს ავტომობილი ინტერიერი აქვს მოხატული და არ ვიცი რამდენად ღირდა ამ თანხის გადახდა ამ ავტომობილში, როცა $1,000,000 შეგიძლია ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო, ძალიან სწრაფი ავტომობილის შეძენა. შეგიძლია მთელი გარაჟი მოაწყო, ასე ვთქვათ, საინტერესო ავტომობილებისგან შემდგარ. ხო, ასევე Volkswagen Golf-ზე ვთქვათ, ახალ GTI-ზე, მანაც მოხსნა Honda-ის რეკორდი. არ ვიცი, გამოუშვა სასწაული. ყველაზე სწრაფი Golf GTI არის, რაც აქამდე გამოსულა, ესე იძახიან. ძალიან საინტერესოა, ძალიან მინდა მაგ ავტომობილის პირადად გატესტვაც ტრეკზე, თუ მოგვეცემა ამის საშუალება, ძალიან მაგარი იქნება. ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდება წინ, მით უმეტეს ახლა სექტემბერიც ალბათ მალე მოვა უკვე და მიხილავთ სრულ ბუმს ავტო სამყაროში. კარგი, ძალიან რო არ გავაგრძელოთ, მოდი ახლა ავტოსიახლეები ვნახოთ და მერე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით. Nürburgringზე ყველაზე სწრაფი Volkswagen Golf GTI Edition 50-ია. ავტომწარმოებლის ყველაზე მძლავრი მანქანა, რომელიც Grand Touring Injection-ის ნიშანს ატარებს. ის კვლავ წინაწამყვანია, მაგრამ ახლა თითქმის იმდენივე სიმძლავრით, როგორიც Golf R-ის შემთხვევაში გვაქვს. იგი აღჭურვილია 2 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით, რომელიც 320 ცხენის ძალას და 400 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. კომპაქტური ჰეჯბეკის ყველა ბოლოდროინდელი ვერსიის მსგავსად სამწუხაროდ ამ ვერსიას 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ აქვს. ყველაზე მძლავრი GTI, რომელსაც სანომრე ნიშანი აქვს, მხოლოდ 7 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიითაა აღჭურვილი. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.5 წამში ჩქარდება, რაც მას Club Sport-ზე 0.1 წამით სწრაფს ხდის, ხოლო 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას 16.8 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე უცვლელი რჩება და ის 270 კმ/სთ აღწევს. Volkswagen-მა Tesla-ს რობოტაქსის გამოშვება დაასწრო. კომპანიის შვილობილმა მოიამ ID-ის საწარმოო ვერსია წარადგინა. თქვენს წინაშე ID Buzz AD-ია. მოდელი, რომლის შექმნასაც წლები დასჭირდა, თუმცა Tesla-ს მაინც აჯობა და ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმართვადი ელექტროფურგონების პიონერად იქცა. Volkswagen-ის მიერ ფურგონის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადება Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა და 22 ივნისს ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში რობოტაქსის სასწრაფოდ გაშვება დააანონსა. ეს შესაძლოა დამთხვევა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ თვითმართვადი ავტომობილების მიმართულებით კონკურენცია მძაფრია. დომინირებისთვის ბრძოლა კი მწვავდება. ბოლო პერიოდში Honda თავისი ახალი Type R-ის ტესტირებებით იყო დაკავებული. R-სიმბოლო რაკეტას ნიშნავს, რომელიც ავტომწარმოებლის კვლევებისა და განვითარების შვილობილმა კომპანიამ შეიმუშავა და წარმატებითაც გამოსცადა. მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პირველი აფრენა და დაშვება იაპონიაში მდებარე კვლევით ბაზაზე შედგა. რაკეტა 6 მეტრის სიგრძისაა და 85 სანტიმეტრის სიგანის, რომელიც 900 კილოგრამს იწონის. ამ სახალისო პატარა ექსპედიციის დროს რაკეტამ თხევადი საწვავის ძრავით თითქმის 300 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. უცნობია რა რაოდენობის საწვავი დასჭირდა Honda-ს რაკეტას აფრენისა და დაშვების წარმატებით განსახორციელებლად. გაშვებიდან დაახლოებით 1 წუთის შემდეგ მრავალჯერადი გამოყენების გამშვები მოწყობილობა დაშვების ადგილიდან 37 სანტიმეტრის რადიუსში დაბრუნდა, რაც მთავარია, ეს მისია საკმაოდ დიდი სიზუსტით შეასრულა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებმა პირმა მეორად სედანში $1.5 მილიონი გადაიხადა. თუმცა ეს ავტომობილი ერთი სტანდარტული ჩინური მოდელი არ გეგონოთ. ის Hongqi Golden Sunflower Guoli Lanting Iaiunია. შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჩინური ტრადიციული ხელნაკეთობების ნაზავით. რაც მთავარია, Hongqi-ს არაფერი აკავშირებს იმ დაბალფასიან ელექტრომობილებთან, რომლებითაც ჩვენ ჩინეთის საავტომობილო ბაზარს ასე კარგად ვიცნობთ.
Hongki Puchous ლაქის ტექნიკას იყენებს, რაც ზედაპირზე ბუნებრივი ლაქის 28 ფენად, ხელით წასმას გულისხმობს. ზედაპირი კი მარგალიტის ფერით არის მოჭედილი. მასზე 1500 წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი ჩინური კალიგრაფიის ლანტინგჯი ჰიუს ამონარიდებია. ეს ყველაფერი არაა. ამ მოდელს 2024 წლამდე L5-ის სახელით იცნობდნენ. როგორც ამბობენ, პირი, რომელმაც ავტომობილი შეიძინეს, სტანისლავ სემენოვია. ავტომობილის 384 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და V8 ძრავითაა აღჭურვილი. 0 კილომეტრია გავლილი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სემენოვი მისი პირველი მფლობელი იქნება. Tesla მომხმარებლებისგან უფასო რეკლამას ითხოვს. მფლობელებსა და გულშემატკივრებს 90 წამიანიან ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეო სტარდგენა შეუძლიათ. ვიდეოს შინაარსი კი შემდეგნაირი უნდა იყოს. რეკლამაში უნდა ჩანდეს, რომ Tesla თავის მომხმარებელს მეტ თავისუფლებას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და გართობას თავაზობს. ჩრდილოეთ ამერიკაში კონკურსის გამარჯვებული სრულიად ახალ Model Y-ს და ტეხასის გიგაქარხანაში უფასო მოგზაურობას მიიღებს. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც კერძო ტურით დასაჩუქრდებიან. პრიზები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, მაგალითად, ჰონგ-კონგში, მალაიზიაში, ფილიპინებში, სინგაპურსა და ტაილანდში მცხოვრები ნებისმიერი პირისთვის თავარი პრიზი $820 ღირებულების Tesla-ს მაღაზიის კრედიტებია. კონკურსის მიზანი კი აშკარაა, კომპანიას უფასო რეკლამა სჭირდება. ყველა მონაწილემ რეკლამა YouTube-ზე უნდა გამოაქვეყნოს და ასევე გადააზიაროს X-სა და Instagram-ზე. მონიშნოს Tesla წარწერით Tesla Vision კონკურსი. ჩინური Xiaomi-ის ელექტროსედანმა Porsche-ს რეკორდი გაანადგურა. სიჩქარის რეკორდს დღეს მხოლოდ ჰიპერქარები არ ხსნიან. გასულ წელს ამ მოდელის პროტოტიპმა ნიურბურგრინგზე 6 წუთსა და 46 წამში იარა. ახლა კი ოფიციალურადაც დაბრუნდა და ახალი დროც დადო. ელექტროსედანის საწარმოო ვერსიამ მწვანე ჯოჯოხეთზე ყველაზე სწრაფი EV-ს ტიტული მოიპოვა და წრე 7 წუთსა და 4 წამში დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი 18 წამით ნელია ვიდრე დრო, რომელიც ამ მოდელის პროტოტიპმა დააფიქსირა, საწარმოო Xiaomi SU7 Ultra უფრო სწრაფი იყო ვიდრე Rimac Nevera ჰიპერქარი. Xiaomi-მ დაადასტურა, რომ მოდელი, რომელმაც რეკორდი დაამყარა, სერიული ვერსია იყო, თუმცა მრბოლელის ვინაობა არ გაუსაჯაროებია. ელექტრომობილები დატვირთული ცეცხლმოკიდებული გემი გაუჩინარდა. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გემი, რომელსაც 3000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა, ჩაიძირა. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ცნობით გემმა ჩაძირვა საღამოს 6-ის ნახევარზე დაიწყო და ახლა დაახლოებით 5000 მეტრის სიღრმეზეა. არსებული ინფორმაციით ცეცხლმოკიდებულ გემზე 3048 მანქანა იყო განთავსებული. მათ შორის 691 ჰიბრიდი და 70 ელექტრომობილი. ვარაუდობენ, რომ ხანძარი სწორედ ელექტრომობილების განყოფილებაში გაჩნდა და მხოლოდ შემდეგ გავრცელდა სხვა ავტომობილებზეც, თუმცა ეს ვარაუდი ჯერ დამტკიცებული არ არის. Xiaomi-ის ელექტროავტომობილი ფიქრობს, რომ ძღოლი იძინებს ვიწრო თვალის ჭრილის გამო. ჩინეთში ერთ-ერთ მამაკაცს პრობლემები შეექმნა თავისი Xiaomi-ის მართვისას. ავტომობილის დაღლილობის აღმომჩენის სისტემა რეგულარულად რთავდა სიგნალს და ანელებდა სიჩქარეს, რადგან ფიქრობდა, რომ ძღოლს ეძინა. საქმე ისაა, რომ ძღოლს ძალიან ვიწრო თვალები ჰქონდა, სისტემას კი დახუჭულში აერია. Xiaomi-მ ჯერ არ იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა. გამოდის, რომ ტექნოლოგია უყურებს თვალებს, მაგრამ არა რეალობას. საქართველოს დრიფტის ლიგა ოფიციალურად გახსნილია და წარმოგიდგენთ პირველი ეტაპის გამარჯვებულებს. პირველ ადგილზე გიორგი გრძელაშვილი გავიდა თავისი BMW E46-ით. მეორე ადგილზე სანდრო ფოფხაძე, ასევე BMW-ით, ოღონდ i36-ით. მესამე ადგილზე კი გიორგი ბოლშაკოვი გავიდა, რომელიც ასევე BMW i36-ს მართავდა. ეს ბოლო ორი ავტომობილი კი Mercedes-ის ძრავით M113-ით არის აღჭურვილი. შემდეგი ეტაპი კი უკვე ორ კვირაში, ფოთის ცენტრალურ მოედანზე გელით. მოკლედ, გიო, გადავიღებ Peugeot 2008. მოკლედ რო გითხრა ამ ავტომობილის შესახებ, არის 208-ის ბაზაზე აწყობილი, ოღონდ გაზრდილი არის. სიგარეტის ფრანგული ავტომობილები ძალიან გიყვარს. ეგ ვიცი. მიყვარს მათი ხასიათიდან გამომდინარე. და აი მაინც რა მოგწონს. პირველ რიგში არ შემიძლია არ ვახსენო მოხრუჭი. აი სახეს გარტყმევინებს საჭეზე, ისეთი მოხრუჭია, აი ჩადის ასფალტში, რასაც ქვია. აი არც hot hatchback-ებს რაც აქვს ფრანგულებს, აი არც ერთ ავტომობილში ეგეთი ის არ განიცდია შეგრძნება რა. ის სიმსუბუქე, მანევრი, მოხვევა, აი არ ვიცი, ზანგიჟი მანქანები. სიმართლე გითხრა, აი
ძველი ფრანგული ავტომობილებიდან ძალიან ბევრი საინტერესო არის, აი მაგალითად Citroen Xantia ეხა ისეთი. Xantia. შენ Xantia-ს ისახი, მე Xantia-ს ვეძახი. მოკლედ, Xantia ძალიან საინტერესოა, პნევმატური დაკიდების სისტემა რო აქვს და სამბურბალზე რო დადის, მაგრამ ანუ როგორც ასეთი ამ ავტომობილებმა საქართველოში ჩვენთან პოპულარობა ვერ მოიხვეჭეს. ალბათ, იმიტომ რომ შესაბამისი სერვისი არ არსებობს. და რატომ მოიხვეჭა მაშინ თუნდაც Toyota-მ, თუნდაც Honda-მ და სხვა ბრენდებმა? იმიტომ რომ Honda ბევრად მარტივი ავტომობილია. ხო, ანუ თანხმდებით იმაზე, რომ ეს ავტომობილები რთული არის. არ ვიტყოდი ეგრე. არ არის, ძალიან რთული არ არის. თავისებური ავტომობილია. თავისებური ხასიათი აქვს ამასაც. მე უფრო პრაქტიკულობის კუთხით მივდივარ იქით, რომ იაპონური ავტომობილები არის ბევრად უფრო პრაქტიკული და ბევრად უფრო მარტივი სერვისში. კი, მაგ ხრივია. შენ ძალიან მოგწონს ფრანგული ავტომობილები და ევროპული ავტომობილები, მეც ძალიან მომწონს, მაგრამ თანხმდებით იმაზე, რომ არის რაღაც დეტალები და კონსტრუქციულად რაღაცეები სხვანაირად გათვლილი ამ ავტომობილებში, რომ სერვისის კუთხით არის ძალიან რთული ეს ავტომობილები. ძალიან რთულს ვერ ვიტყოდი. მაგრამ საჭიროებს სერვისი. ეხლა თუ სწორად მოული თავის დროზე და ასერვისებ, იდეაში პრობლემა არ შეგექნება. ხო ესეა. მithumetes ეხლა ახალ მანქანაზე თუ ვსაუბრობ, სადაც 5 წელი გარანტია როცა გაქვს ამ ავტომობილზე. ხელის დადება არ გიწევს. აი, ახალი ევროპული ავტომობილები, თუნდაც ფრანგული, აი Renault ძალიან მომეწონა. ვერ ვიტყვი რომ აი რაღაც ისეთი ავტომობილია რომ შიგნით რო შეჯდები ყველაფერი რაღაც ლაქშერია და რაღაცა არა ჩვეულებრივი ბიუჯეტური ავტომობილია არ უნდა გეგონოს რომ რაღაცა ალკანტარაში და იმაში ჯდები რა რაღაც არ უნდა ელოდო კომფორტის პიკს არის ბიუჯეტური კლასის ავტომობილი და შესაბამისი ხარისხიც არის მაგრამ ჯერ ახალი არის. ხო, ჯერ ახალი არის, ნუ ნახოთ. მაგრამ რებრენდინგი რაც განიცადა, Peugeot მის მერე ფაქტია, რომ გაყიდვებში, ეხლა ეს კონკრეტული თავის კლასში 2008 არის პირველ ადგილზე. და დიზაინით ძალიან მომწონს. კი, აი მე კლანჭები მომწონს. ლომის კლანჭების. Renault-ს დიზაინით მომეწონა და Peugeot-ს დიზაინით მომეწონა. ფაქტია, რომ მუშაობენ და გამოასწორეს თან, მაგრამ. კაი, რო აღარ გავაგრძელოთ, მოდი ვნახოთ ჩვენი ტესტ-დრაივი და მე დაგიბრუნდებით უკვე ჩვენი მეგობარი კომპანიის Top Speed-ის რუბრიკით. დღეს წარმოგიდგენთ Peugeot 2008-ს. ეს არის მეორე თაობა, პირველი თაობა იყო 2013 წლიდან 2019 წლამდე და 2019 წლიდან უკვე გამოდის ეს მეორე თაობა. დიზაინი საკმაოდ ლამაზი არის, სხვა შორის ძალიან ბევრი ჯილდო აქვს ამ ავტომობილს მიღებული. Red Dot Award-მა Production Design-ის პრიზი გადასცა ამ ავტომობილს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ესეც აღსანიშნავია. ხოლო ძრავს რაც შეეხება 1 და 2 Pure Tech-ის ძრავი რაც არის, რამდენჯერმე დასახელდა წლის ძრავად. 2015-2018 წლებში იყო ეს ყველაფერი. Peugeot-მ რაც გადაწყვიტა რომ რებრენდინგი გაეკეთებინათ, მაგის მერე გაყიდვებში საკმაოდ წარმატებული გახდა. ძალიან დახვეწეს ვიზუალური მხარე. გაყიდვების მხრივ, ეხლა დღესდღეობით ეს კონკრეტული 2008 წამყვანი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ ადგილზე არის, რასაც B-SUV-ები რასაც ქვია. გადაასწრო თავის კონკურენტებს როგორიც არის Renault Captur-ი, Volkswagen T-Cross-ი და ასე შემდეგ სხვა ავტომობილებს. ძალიან მომწონს ვიზუალური მხარე და მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ეს ლოგო თავისი, რაც აქვს ლომის და აქაც აი ბრჭყალებივით დატანილი აქვს მაშუქებში, ასევე აქაც რაღაცა ბრჭყალის ფორმის ვიზუალი აქვს. საკმაოდ ლამაზია, მიმზიდველია, ცოტა აგრესიულიც არის. გრილიც საკმაოდ ლამაზია, დახვეწილი მიუხედავად იმისა, რომ დიდია, მე ძალიან მომწონს. დანარჩენი ვიზუალური მხარეც რომ მოვიხილოთ, გადავიდეთ გვერდითა ნაწილზე და შევხედოთ გვერდიდანაც. არა. ძალიან დახვეწილი ვიზუალი აქვს, ამაზე ვთანხმდებით. დავიწყოთ დისკებიდან. საკმაოდ მიმზიდველია, არა სპორტული და არც უნდა იყოს ეს ავტომობილი სპორტული. საოჯახოდ, მე მგონი იდეალური ავტომობილია, ვატარეთ, ვიარეთ, სანამ წამოვიყვანთ ტესტ-დრაივზე. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სხვათა შორის, ქალბატონები უფრო ყიდულობენ ამ ავტომობილს, ვიდრე მამაკაცები. და ეს ტენდენცია ასევე არის საქართველოშიც. და უნდა ითქვას, რომ ეს 2008 აწყობილია 208-ის ბაზაზე. რას ნიშნავს? უფრო ამაღლეს კლინენსი ოდნავ ზომებში გაზარდეს ჩვენი 208 და გამოვიდა 2008. მოდი უკანა ნაწილიც ვნახოთ, როგორ გამოიყურება, როგორი საბარგული გვაქვს, რამდენად ტევადია და მე უკვე ინტერიერშიც გადავინაცვლოთ. უკანა ნაწილიც ვთანხმდებით, რომ მიმზიდველია, განსაკუთრებით აი ეს მინდა განახოთ. ჭყალის ფორმის იმიტაციას აქაც იმეორებს ფარში შიგნით და ესე ძალიან მომწონს. უცხო ვიზუალი აქვს და მიმზიდველია. მოდი საბარგულიც გავხსნათ და ვნახოთ რა ჩაგვეტევა სამოგზაუროდ სადმე რო წავალთ. სივრცე გვაქვს არა ძალიან დიდი, მაგრამ
3-4 ადამიანის რაღაც პატარა ხელბარგი ჩაეტევა, რომ სადმე წავიდეთ თუნდაც ქალაქგარეთ, სხვა შორის ცოტა სწავს. დიახ, 5-დან 6 ლიტრამდე. 6-7 უკვე ქალაქში, ტრასაზე 5-6. რაც ძალიან კარგი შედეგია, მით უმეტეს 1 და 2 არის ძრავის მოცულობა. აქ სხვა ისეთი არაფერი არ არის განსაკუთრებული. ერთადერთი ცოტა უხეში არის დასაკეტად. ხო, ცოტა მძიმეა. პირველ რიგში ინტერიერში ალბათ რაც მომენტალურად ხდება არის ახალი დიზაინის საჭე, რომელიც ძალიან ლამაზია, მოჭრილი ფორმის მქონე საჭეა, რატომღაც მე მეჩვენება პატარა, ან შეიძლება მართლა დააპატარავეს, მაგრამ კარგად ჯდება ხელში. უცხო ვიზუალი აქვს ინტერიერს, მოდი აქედან დავიწყოთ. თუნდაც ღილაკები ძალიან ლამაზი დიზაინით არის გადაწყვეტილი, აი ხელითაც რო ეხები სასიამოვნოა ძალიან. ციფრული მაჩვენებლების დაფა, ცალკე აქეთ მონიტორი და ამ მონიტორის უპირატესობა არის ის, რომ როგორც მობილურში შეგიძლიათ რაღაც ვიჯეტები დაალაგოთ იქით-აქეთ, ასევე შეგიძლია იგივენაირად გააკეთოთ აქაც. მაჩვენებელთა დაფაზეც ანალოგიურად, რასაც გინდათ იმას გამოიტანთ და იმას დააყენებთ, აქაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადალაგება, გადმოლაგება ყველაფრის რა როგორ გინდათ. აქვს სავარძელების გაცფობა ამ ავტომობილს, ეს კონკრეტული კომპლექტაცია არ არის მაქსიმალური, არის საშუალო კომპლექტაცია, ამიტომ ელექტრო სავარძელები არ გვაქვს ამ შემთხვევაში. ავტომატური გადაცემათა კოლოფი გვაქვს, პარკინგი ჩვეულებრივად ღილაკზე, მართვის რეჟიმები სხვადასხვა, თოვლის, ტალახის, ქვიშის და სტანდარტული მართვის რეჟიმი. ასევე რაც ძალიან მომეწონა, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, ეს უბრალოდ არის აი ეს სათავსო. მოკლედ, აქ ეხლა რა ხდება? ტელეფონის დასადები ერთი ადგილი ძალიან კარგი აქვს, დაბლა, რა ამას თუ დავაწვევით, აქაც შეგვიძლია ტელეფონი დავდოთ, ისე რომ თან დავტენოთ, მაგრამ ამის გარდა, რაც იფიქრეს და არც ერთ ავტომობილს ჯერ არ შემხვედრია, არის აი ეს. ეს პატარა ერთი დეტალი, რომელშიც აი ესე თუ ჩავდებთ მობილურს, შეგვიძლია ან მეპი ან რაღაც რაც გინდა ჩავართოთ, ან უბრალოდ გვედოს ესე მობილური ტელეფონი. ეს ძალიან კარგია. არ არის რაღაცა განსაკუთრებული მოფიქრება, სასწაული, ინოვაცია, მაგრამ ძალიან მაგარია. გვაქვს ასევე პანორამა, ჭერი, რომელიც გადადის კიდევაც უკან. მოდი, თან განახებთ. დავქოქოთ და გადავწიოთ. ხო. მეც არ მიდის. სხვა სათავსოები მეტი აქეთ გვაქვს. საკმაოდ კარგი სივრცეა აქაც. აქაც ვნახოთ, ძალიან ღრმა და ის არ არის, მაგრამ ხელი კარგად ჩადის. დაახლოებით ამ ხელა სივრცეა. რაც შეეხება უკანა ნაწილს, სივრცე საკმაოდ კარგი აქვს. თავისუფლად დაეტევა ჩემი აღრაგობის 2-3 ადამიანი. რა თქმა უნდა, ზოგადად 2 ადამიანზე არის ხოლმე გათვლილი, მაგრამ საქართველოში 3 ნივჯდებით, 4 ნივჯდებით ხოლმე უკან. ხო. საკმარის სივრცე არის. კი. კარგი. ეხლა შეგვიძლია გავიდეთ, გავიაროთ და მართვის ემოციებით შემოგთავაზოთ. სხვათა შორის ძალიან სახალისო ემოციები აქვს ამ ავტომობილს. დანარჩენს უკვე გზაში მოგიყვებით. შეგრძნებები მოაქვს Peugeot 2800-ს. პირველი ისევ და ისევ არ შემიძლია არ აღვნიშნო საჭე, ძალიან მართლა ძალიან კაია, კაი მატერიალია, ხელში კარგად ჯდება. სასიამოვნოა შეხებისას. ეს უცნაური ფორმაც, რაც აქ აი ძალიან მომწონს, ძალიან უცხოა. მაჩვენებელთა დაფა, შეგვიძლია ფერები უცვალოთ, ეხლა მიგენია წითელზე და აგრესიულია, ლამაზია. მომწონს მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არ არის სპორტული ავტომობილი, ასე ვთქვათ, გათვლა საერთოდ არ აქვს რომ იყოს სპორტული. არც ისე მოსაწყენია. რამაც ცოტა გამაკვირვა, იმიტომ რომ ძალიან კარგი რეაქცია აქვს. მანევრიც ასე თუ ისე ნორმალური აქვს, კარგადაც უხვევს. ანუ ის რაც ახასიათებდა და ახასიათებს hot hatchback-ებს ფრანგულებს, აი ეს ხასიათი მაინც აქვს. შეუნარჩუნეს, დაუტოვეს
და ეს ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ არის 1 და 2 ლიტრის მოცულობის ძრავა, არც თუ ისე ნელია. ჩქარი არის თქმის, მაგრამ საკმაოდ დინამიური და კარგი აჩქარება აქვს. გულგრილს ესე არ დაგტოვებ თუნდაც გასწრებაზე, როდესაც გახვალთ. ვარსკვლავებს არ წვიტავს და არც რაღაც სასწაულად სწრაფია და არც მოეთხოვება ამ ავტომობილს, რომ სწრაფი ავტომობილი იყოს, იმიტომ რომ როცა მართავს, საერთოდ არ გიჩნდება იმის შეგრძნება, რომ აი დავადგათ გაზ და რაღაც სწრაფად წავიდეთ და ასე შემდეგ. ეს ფიქრები საერთოდ არ გაქვს, როდესაც ამ ავტომობილს მართავ. ასევე ზომებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივია მისი პარკირება. პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერ ადგილას ვეტევით, კარგად. და რაც ძალიან მომწონს ის არის, რომ კი პატარაა ზომაში ვიზუალურად, არც თუ ისე პატარა ინტერიერი აქვს. ანუ საკმაოდ კარგად ვზივართ, ეხლა რამდენიმე ადამიანი რო ვიჯეკით, ერთმანეთს ანუ ხელს ასე არ ვედებოდი და რაღაცებს არ უკეთებდით რა, ანუ ხელს არ უშლით ერთმანეთს. რაც შეეხება სავარძლებს, რაღაც კომფორტის პიკი არ არის, მაგრამ მთელი დღეა რაც გადავადგილდები მანქანით და დაღლის შეგრძნება არ მქონია. საკმაოდ პოპულარული მანქანაა ევროპის მასშტაბით და არა მარტო ევროპის მასშტაბით, მსოფლიო ბაზარზეც ნომერ პირველი არის თავის კლასში გაყიდვებში. ასევე ანუ მარტო ევროპაში არ იყიდება. სამხრეთ ამერიკაში ჩედის, ჩინეთის ბაზარზე შევიდნენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ როცა თავაზობ ევროპულ მანქანას ჩინელს, არ ვიცი, დღეს ჩინელები აკეთებენ ისეთ ტექნოლოგიით ავტომობილებს და ისეთი დაბალი ფასი აქვთ, რომ აი არ ვიცი, ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო, მაგრამ როცა ჩინეთში კონკურენციას უწევ ჩინურ ავტომწარმოებლებს, ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგია. ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ხმის იზოლაციაც ნორმალურია, რაღაც გარეხმები დიდად არ გვაწუხებს, იდეალური და რაღაცა ისეთი არ არის, რომ არაფერი არ შემოდიოდეს და სრული სიჩუმე იყოს სალონში. დიდად არც მომწონს, იმიტომ რომ რაღაცა გარეხმებიც აუცილებელია რომ გვესმოდეს, ამაში ალბათ დავეთანხმებით. დანარჩენი ფასიდან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან კარგი ავტომობილია. მით უმეტეს ქალბატონების რჩეული ავტომობილია Peugeot 2008 და დავეთანხმებით ქალბატონები ყოველთვის მართლები არიან. ხო, საჭეს რაც შეეხება, საკმაოდ რბილი საჭი აქვს. როგორც იტყვიან, ნეკათითიც შეგიძლია დატაროთ. აი, ესე. ძალიან მოყვება. ფაფუკი, ისეთი მსუბუქი საჭი აქვს ძალიან. ესე ძალიან მომწონს. და Peugeot rebranding-ის შემდეგ სასწაულები გააკეთა. და ბრავო. ჩვენ კიდევ გეგმავთ რამდენიმე მოდელი გადავიღოთ. Peugeot-ი ძალიან მაინტერესებს და თუ შესაძლებლობა გვექნება რომ GTI გადავიღოთ ახალი, ესე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ძველი Peugeot GTI-ს არსიც, აი არ ვიცი, ფანტასტიკური ავტომობილები იყო და ხო, პატარა ისეთი შეიძლება წვრილმანი დეტალია, მაგრამ მუხრუჭი. აი არ ვიცი, სასწაული მუხრუჭი აქვს რა. აკوابს სახე შეიძლება გარტყმევინოს საჭეზე, აი აჩერებს ეგრევე, აი არ ვიცი. ბრავო. ძალიან კარგია. მოკლედ ახლა მოგვიყევი რა გადაიღეთ Top Speed-ში. Top Speed-ში ქონდა ძალიან საინტერესო თემა, ეს არის intake-ი. როგორც მოგვეხსენება, საქართველოში ყველას უყვარს ტიუნინგი და თქმა უნდა, ქართველების საყვარელი სფერო არის, ასე ვთქვათ, მე არ ვიცნობ ავტომოყვარულს, რომელსაც თავის ავტომობილზე რაღაც არ აქვს გაკეთებული. ანუ რაღაცის გაკეთებაში გულისხმობ, რაღაც aftermarket-ი დეტალი ავტომობილზე არ უყენი. ან დისკი, ან თუნდაც ის საბურავის რომელსაც ყოველთვის იპარავენ ბავშვები და არ არის ავტომოყვარული საქართველოში, ვისაც არ უყვარს ასე ვთქვათ, თავის ავტომობილზე რაღაცები ექნება. ხო, ფილტრი არის, აი ტიუნინგის ანი და ბანი რა. ანუ შემშვები, იგივე intake-ი და გამშვები exhaust-ი რა. ხონდა intake-ზე ასე ვთქვათ, ავხსენით რა, როგორ რანაირად, რა არის სწორი, რა არის არასწორი.
ხშირ შემთხვევაში ქართველებს გვიყვარს ხოლმე არასწორად რაღაცების გაკეთება იქ. ქართულ პლასმასის ფილტრს მოხსნით ხოლმე, დავაყენებთ ხოლმე რაღაც უსტარულად აწყობილ რაღაცას და შემდეგ ამ ინტეიქიდან ძრავი მოიხმარს თავისივე ცხელ ჰაერს და ავტომობილი ის მაგივრად რომ წავიდეს კარგოს გაწევას. ნუ ზუსტად აი ამაზე გქონდა საუბარი და ნახავთ სიუჟეტში. კარგი, მოდი ვნახოთ გიორგის მიერ მომზადებული სიუჟეტი და დაგიბრუნდებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემით. მოგესალმებით კვლავ Top Speed-დან. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება intake. Cold air intake, როგორც ამას ბევრი ეძახის, მაგრამ intake-ებშიც ძალიან ბევრი განსხვავება არის და მოდი დღეს განვავრცოთ რა რისთვის არის, რა როგორ მუშაობს და რომელი ჯობია. მოკლედ, ახლა ვისაუბროთ რისთვის არის intake და cold air intake, როგორც ეძახით ხოლმე თქვენ. და ავხსნათ რამოდენიმე ფაქტი, ასე ვთქვათ, რა შედეგს ვიღებთ ჩვენ, როდესაც ვაყენებთ ავტომობილზე intake-ს. პირველ რიგში იზრდება ძრავის რესპონსი, ანუ გრძნობელობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძრავი იღებს ცივ ჰაერს და როგორც ვიცით, ცივ ჰაერში არის უფრო მეტი ჟანგბადი და შესაბამისად, უფრო მეტი ჟანგბადი ნიშნავს კარგ ბენზინის და ჰაერის ნაზავს. კარგი ბენზინის და ჰაერის ნაზავი გვაძლევს უკეთეს აფეთქებას. ხოლო უკეთესი აფეთქება ძრავში და სწორი აფეთქება, როგორც ვიცით, ნიშნავს უფრო მეტ ცხენის ძალებს. მოკლედ, ბევრი რო არ ჩაუღრმავდეთ ტექნიკურ ნაწილს, აქ გვაქვს Kyostars Cold Air Intake. ნახოთ, რისგან შედგება ამ ბრენდის intake. ეს არის Cold Air Intake-ის კიტი, რომელიც არის განკუთვნილი N55-ისთვის და მიდის მეორე, მესამე და მეოთხე სერიებზე. მილი, რომელიც არის შეღებილი თერმულად, თავის ბრენდირებით. ასევე გვაქვს ჭანჭიკები და ეგრეთ წოდებული რეზინები და ეს რეზინები რისთვის არის, მაგასაც გეტყვით. აქ არის ასევე Kyostars ფილტრი, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა, მინდა ვთქვა. და ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, რაც ამ კიტს მოყვება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც კუსტარულად ვაკეთებთ ხოლმე cold air intake-ს და ჩვენ ეს ქართველებს ძალიან გვიყვარს, არ უკეთებთ ეგრეთ წოდებულ ჟარგონულად ვიტყვით პერეგაროტკას, ასე ვთქვათ რა, ანუ არ ვიცავთ ფილტრს ძრავისგან წამოსული ცხელი ტემპერატურისგან და ამ შემთხვევაში რა ხდება, მე მგონი ძალიან მარტივი მისახვედრია, ძრავში ასე ვთქვათ ხელნაკეთ ფილტრს შეაქვს ცხელი ჰაერი და ხშირ შემთხვევაში ეს უკუშედეგს გვაძლევს ხოლმე. მოკლედ, აქ არის მოცემული სრული კიტი და მინდა ასევე ვთქვა ისიც, რომ ძალიან მარტივად ყენდება, ანუ შეგიძლიათ რომ თქვენი ხელით დააყენოთ ავტომობილზე. თან ცოტას გაერთობით კიდევაც. აქ არის რეზინები და სამაგრები და ანუ ბოლტონია რა, შეიძლება ითქვას. პირდაპირ მიდის, არაფერს გადაკეთება არ სჭირდება და თან ჩვენ ასევე ვიდეოსაც გაჩვენებთ, როგორ ლამაზად დგება ავტომობილზე და ასე ვთქვათ, ვიზუალურადაც საკმაოდ ისეთი მიმზიდველი არის. მოკლედ, არსებობენ ადამიანები, ვისაც მოსწონთ და უყვართ პრემიუმ ხარისხის ფილტრები. ამ ფილტრზე შემიძლია იმის თქვა, რომ საკმაოდ ხარისხიანი არის, მაგრამ თუ თქვენ გააქვთ იმის სურვილი, რომ გეყენოთ პრემიუმ ხარისხის ფილტრი, Top Speed-ში არის ზუსტად ესეთი ფორმის და ტიპის K&N-ის ფილტრებიც. მოკლედ, თავისუფლად შეგიძლიათ ამ კიტზე დააყენოთ K&N-ის ფილტრიც. თავმაც შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ეს ფილტრიც ძალიან კარგად მუშაობს და მეტიც ირეცხება და მრავალჯერადი არის. K&N-ივით მთელი ცხოვრება ვერ გექნებათ, მაგრამ საკმაოდ დიდხანს იმუშავებს. და რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებზეც უნდა ვისაუბროთ, ვისაც არ უყვარს ხოლმე თავის ავტომობილზე ზედმეტი ტიუნინგის დაყენება, ან უფრო რაღაც ქარხნულად უყვარს თავისი ავტომობილის კაპოტქვეშა სივრცის შენარჩუნება. ესეთი ადამიანებისთვის შეგახსენებთ, რომ Top Speed-ში K&N-ის ფილტრების ძალიან დიდი არჩევანი არის. მოკლედ, ყველანაირ ავტომობილზე აქვთ თითქმის და შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ ესეთი ფილტრი, რომელიც ქარხნული ფილტრის корпуსში დგება. ეხლა კი ვისაუბროთ ისეთ ადამიანებზე, ვისაც თავის ხელით უყვარს რაღაცეების კეთება. მოკლედ, Cold Air Intake-ების ძალიან დიდი არჩევანია Top Speed-ში, რის ნახვაც შეგიძლიათ Top Speed-ის ვებგვერდზე, მაგრამ თუ ვებგვერდზე არ არის თქვენი ავტომობილისთვის განკუთვნილი intake, შეგიძლიათ თქვენი ხელით ააწყოთ. მოკლედ, აქ არის ყველაფერი. ალუმინის მილები, სილიკონები, სხვადასხვა გადამყვანები, ასევე ამ გადამყვანებზე და მილებზე მოსარგები, ფილტრები,
ხამუტები, მოკლედ, სადამდეც თქვენი ფანტაზია გაგყვებათ, იქამდე შეგიძლიათ მოიფიქროთ და თქვენი ხელით თქვენ თვითონ ააწყოთ cold air intake-ი. მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ cold air intake-ს აუცილებლად საიდანღაც უნდა მისდიოდეს ცივი ჰაერი, რომ ძრავის შიგნით არსებული ცხელი ჰაერი არ ისუნთქოს. შესაბამისად, გამზადებული კიტები ხელით გაკეთებულს ჯობია იმით, რომ ის გათვლილია უკვე იმისთვის, რომ ცივი ჰაერი აიღოს იქიდან და ეგრეთ წოდებული შემოღობილია, ასე ვთქვათ, ძრავის სივრციდან, რომ ცხელი ჰაერი არ აიღოს. გაითვალისწინეთ ეს და რა ვიცი, ყველას ბევრ ცხენის ძალებს გისურვებთ. მოკლედ ვიყავით ჩვენ კიდევ ერთ მეგობარ კომპანიასთან, Davline Auto Import-თან და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ინფორმაცია წამოვიღე მათგან. და რაში მდგომარეობს ეს? ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ შეგვიძლია ჰავაიდან ავტომობილების ჩამოყვანა იმის ნახევარ ფასში, რა ფასშიც ვყიდულობთ მაგალითად ამერიკაში. იმასაც ვიტყვი მოკლედ საქმე რაშია, რომ ტრანსპორტირება სჭირდება ძალიან დიდი დრო. ეს შეიძლება იყოს 4-დან 6 თვემდე. თუ შენთვის ალბათ ავტომობილს ეძებ, ამერიკაში პირობითად და გიждდება რაღაც $4000 ადგილზე, იქ შეგიძლია ნახო 1500 ან $2000. ეს ავტომობილი. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, Taycan-ი ჩამოიყვანეს, აქამდე დაუჭირეთ $17000. საინტერესოა. ხო, ძალიან საინტერესოა ესეც და ასევე კიდე თავიანთ სიახლეებზე რაც აქვთ, რასაც აკეთებენ, როგორც აკეთებენ, ამას უკვე კომპანიის დამფუძნებელი მოგვიყვება. მოდი ინტერვიუს ვნახოთ და შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით სტუდიაში. ჩვენ ვახორციელებთ ავტომობილების ტრანსპორტირებას ამერიკიდან 2019 წლიდან ვართ აქტიურად ჩართულები ამ სფეროში და შესაბამისად არა მარტო ავტომობილების, ასევე სპეცტექნიკის, წყლის ტრანსპორტის და სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების. ასევე ამ ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ევროპიდან ავტომობილების ტრანსპორტირება და არა მარტო ავტომობილების, არაგაბარიტული ტვირთის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების. ჩვენ ვახორციელებთ ასევე ამერიკიდან ემირატების მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებას და ემირატებიდან საქართველომდე სხვადასხვა შერეული ტვირთის ტრანსპორტირებასაც. ავტომობილების იმპორტის დიდი ნაწილი მაინც ამერიკას მოიცავს. ჩვენი კომპანიის უპირატესობები არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ჰავაიდან ტრანსპორტირება პირდაპირ საქართველოში და ასევე ალიასკიდან საქართველოში. ერთადერთი ქართული კომპანია ვართ, რომელიც ახორციელებს ჰავაიდან და ალიასკადან კონტეინერების მიწოდებას პირდაპირ საქართველოში. ჩვენი კომპანიის უპირატესობებია Copart-ის და IA-ის გარდა მრავალი სხვა აუქციონი, როგორიც არის მაგალითად Pipeline, ACV, ADESA და სხვა უამრავი ავტოაუქციონი. ამერიკაში დაახლოებით 90 აუქციონი არის, როგორც ჩვენ მოვთვალეთ და უმეტესწილად შეგვიძლია ამ აუქციონებზე და ხურულ აუქციონებზე ავტომობილის შეძენა, მისი ტრანსპორტირება, ასევე რამოდენიმე შტატში ჩვენ გვყავს ჩვენი ევაკუატორები, რომლებიც მიდიან ადგილზე და ავტომობილის ტრანსპორტირების დროს უღებენ დამატებით ფოტო და ვიდეო მასალას. შესაბამისად, ეს მომხმარებელს უადვილებს, რომ დამატებით ნახოს მისი ავტომობილის მდგომარეობა, ასევე აუქციონიდან ტრანსპორტირების დროს, როდესაც ჩვენ გადაგვყავს ავტომობილები პორტში, თუ მომხმარებლის სურვილი არის ადგილზე შეგვიძლია კიდე ასევე გადაღება ფოტო-ვიდეო მასალის, თუ მოთხოვნა იქნება, შეგვიძლია შევფუთოთ ავტომობილი სხვადასხვა დამცავი საშუალებებით და ასევე შესაძლებელი არის ნეზგამძლე ვალიშების ჩადება, რაც უდიდესი კომფორტი არის მომხმარებლისთვის. ავტომობილის ტრანსპორტირება დაახლოებით 2-დან 3 თვემდე ხდება და როდესაც დახურულ კონტეინერში არის ავტომობილი, რისკი არის მაღალი დანესტიანების შესაბამისად და ეს საშუალება ხელს უწყობს რისკი შეამციროს და ავტომობილი შეინახოს სუფთად. ჩვენ ყავს ჩვენი ავტოექსპერტთა გუნდი, რომლებიც მოიძიებენ ავტომობილს თქვენთვის სასურველს, დაგეხმარებიან მის შეძენაში, ყველაფერი არის გამჭვირვალე, ასევე დაგეხმარებიან ავტომობილის ისტორიის გაგებაში, ეგრეთ წოდებული Carfax-ით და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ თქვენთვის სასურველი ავტომობილი შეიძინოთ.
ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს დაზიანებულ ავტომობილს კოპარტის და IA-ის აუქციონზე. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დაზიანებული ავტომობილების ნაწილები ამერიკაშივე მოვიძიოთ, ჩვენ ყავს ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე, შეგვიძლია შევიძინოთ ეს თითოეული დეტალი, მივიტანოთ ადგილზე და ჩავდოთ მისივე ავტომობილში. ძალიან ხშირია, როდესაც ავტომობილის ტრანსპორტირებას ანხორციელებ კონტეინერით მისი დაზიანება. შესაბამისად, ჩვენი კომპანია სრულად ანაზღაურებს დაზიანებას, ან სთავაზობს ჩვენ მომხმარებელს, რომ ჩვენივე ავტოსერვისში გადავიყვანოთ დაზიანებული ავტომობილი და სრულად აღვადგინოთ. ასევე ყიდვის შემდგომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ შევიძენთ ავტომობილს, განვახორციელებთ მის შიდა ტრანსპორტირებას და საქართველომდე ჩამოვიდროთ კონტეინერს, შესაბამისად აქ იწყება მეორე ეტაპი. უმთავრესი არის, რომ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც კონტეინერი იხსნება ფოთის ან ბათუმის ტერმინალში, ჩვენი წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ავტომობილი კონტეინერიდან გამოიყვანონ დაუზიანებელ მდგომარეობაში. შესაბამისად, განახორციელონ ამ ავტომობილების დასურათება, გადაყვანა სადგომზე და შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ასევე ფოთის ან ბათუმის პორტიდან ამ ავტომობილების ტრანსპორტირება თბილისამდე, ან ნებისმიერ რეგიონში მივაწოდოთ ჩვენ მომხმარებელს, სადაც მისი სურვილი იქნება. Dowline Auto Imports აქვს ასევე საკუთარი ავტოსერვისი. ჩვენ ვახორციელებთ დაზიანებული ავტომობილების აღდგენას. შესაბამისად, ჩვენ მომხმარებელს ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის სურვილი, რომ ხელოსნებთან კონდეს კომუნიკაცია. შესაბამისად, არ აქვს დრო, რომ მოიძიოს ეს ავტო ნაწილები. ჩვენ ვეხმარებით მის მოძიებაში, აღდგენაში და შესაბამისად ვაბარებთ გამზადებულ ავტომობილს უკვე. ძალიან ბევრმა მომხმარებელმა და დილერმა არ იცის, როდესაც კანადაში ყიდულობს იგი ავტომობილს და ეს ავტომობილი ქვეყანას დატოვებს, შესაბამისად მას უბრუნდება ტაქსი. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ეხმარება ჩვენს მომხმარებლებს ამ ტაქსის დაბრუნებაში. ეს ტაქსი შეადგენს დაახლოებით 19%-ს, შესაბამისად ჩვენ რომ შევიძინოთ აუქციონზე $20,000 ავტომობილი, დაგვიბრუნდება $3,800 უკან. კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის სულ მალე აზიის ბაზრის ათვისება, როგორიც არის იაპონია, კორეა, ჩინეთი და ასე შემდეგ. ასევე ჩვენი კომპანია ხელს უწყობს ავტოსპორტის განვითარებას საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ გვყავს ჩვენი ავტომრბოლელი გიორგი ხმალაძე, რომელიც არის ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მრბოლელი 27 ივლისს არის პირველი შეჯიბრით წრიულ რბოლაში და შესაბამისად იგი გამოდის ჩვენი კომპანიის სახელით. მე მინდა ჩვენი კომპანიის სახელით უსურვო მას წინსვლა, წარმატება და პირველ რიგში გამარჯვება. მოკლედ გიო, საქართველოში გაიხსნა Lamborghini-ის ცენტრი. ეხა ეს რას გვაძლევს? ძალიან მაგარი ამბავი არის. პირველ რიგში ის რომ ვთქვათ, ესეთი საინტერესო ბრენდი და ტოპ ბრენდი შემოვიდა და განვითარდება საავტომობილო კუთხით კარგად ყველაფერი. ასევე მე ვიტყვი ერთ რაღაცას, ვისაც უნდოდა და ქონდა საშუალება რომ შეეძინა ეს ავტომობილი, ალბათ თავს იკავებდნენ იმის გამო, რომ საქართველოს სერვისი არ არსებობდა. ეხლა ეს უკვე გვაქვს და ვისაც საშუალება გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე და არ ვიცი, სერვისის მხრივ ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება. სავიდან გახსოვს, მე მგონი ძალიან ბევრი Ferrari შემოვიდა ერთ დროს, მაგრამ აი ის მომენტი მაინც არის რა. აი სერვისის მომენტი მაინც არის, რომ პრობლემას წარმოადგენს. იმიტომ რომ სუპერკარები, სპორტკარები რაც არის, ანუ ძვირადღირებული, პრაქტიკაც არ ქონიათ ხელოსნებს საქართველოში მათი აწყობის, შეკეთების, არ ვიცი, ნაწილების მხრივ მით უმეტეს აქ საერთოდ ვერაფერს ვერ იშოვით, ალბათ ყველა მიცით ეს. ამ მხრივ უკვე ძალიან დიდი წინსვლაა, მე თუ მკითხავ. მოდი ნახოთ მაშინ სიუჟეტი და მე კიდევ ძალიან საინტერესო ინტერვიუთი დაგიბრუნდებით უკვე Lamborghini-ის CEO-სთან. გაბედული, მოულოდნელი, ავთენტური, ერთ სუპერქარად ქცეული სისწრაფე ძალა და ბრწყინვალება. ასეთია Lamborghini-ის ხელწერა. მუდმივად ინოვაციების მაძიებელი ბრენდის, რომელიც 60 წელია, შეუჩერებლად აფართოვებს საზღვრებს, მუდმივად ხსნის ახალ ჰორიზონტებს და ასე წერს სრულიად გამორჩეულ ისტორიას საავტომობილო ინდუსტრიაში. ამ ისტორიას კი ახალ თავს ამიერიდან ჩვენი ქვეყანა ჩემატებს. იტალიური სუპერკარი საქართველოშია. ავტომობილი Lamborghini-ის პირველი კონცეპტუალური შოურუმი თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში გაიხსნა. მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი კი
Tegeta Holding-ია. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ Tegeta Holding-ისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან ჩვენი ქვეყანა საქართველო წარმოჩინდება საერთაშორისო რუკაზე და კიდევ ერთხელ ამოვანათებს როგორც ერთ-ერთი დამატებითი ბაზარი Lamborghini-ისთვის. მე ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა Tegeta-სთვის, რადგან ჩვენს მოხმარებელს, პოტენციურ მოხმარებელს ექნება მოლოდინი იმის, რომ შეეძინოს არა მხოლოდ ავტომობილი, არამედ მიიღოს განსხვავებული ემოცია, განსხვავებული გამოცდილება და ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. საქართველოში Lamborghini-ის პირველი შოურუმის გახსნის ცერემონიალს 500-მდე სტუმარი დაესწრო. ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ პავილიონში წარმოდგენილი იყო ინტერაქციული ინსტალაციები, ვიზუალური ხელოვნებისა და სპეციალურად საღამოსთვის შექმნილი DJ სეტის კორელაციით. საექსპოზიციო სივრცე იტალიის დროშის ფერებში წარმოდგენილი ავტომობილები დაფარა. ამ ყველაფრის სინქრონიზაციამ კი შექმნა სწორედ ის ატმოსფერო, რომელიც საკულტო იტალიური ბრენდის იდენტობას სრულად ასახავს. სიამაყით მინდა აღნიშნო, რომ Tegeta ოფიციალურად გახდა Lamborghini-ის წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ მასპინძლობთ 500-ზე მეტ სტუმარს, თვითონ ბრენდის მენეჯმენტს აქ საქართველოში, რომელსაც თავიანთი თვალით შეუძლიათ ნახონ ის მულტიფუნქციური შოურუმი და გაყიდვის შემდგომი მომსახურების სერვის ცენტრი, რომელიც სრულყოფილ Lamborghini-ის სუპერკარის შესაფერის სერვის თავაზობს ჩვენს მომხმარებელს, რომ მისცეს მას სუპერკარისთვის შესაბამისი გამოცდილება. ღონისძიების კულმინაცია Lamborghini Temerarios დებიუტი იყო. 920 ცხენის ძალითა და 2 ტურბოზე მომუშავე, ვირვაც რავით აღჭურვილი სუპერსპორტული ჰიბრიდის, რომელიც ერთდროულად მაღალ წარმადობას, ახალი თაობის აეროდინამიკულ სტანდარტებსა და ბრენდის ვიზუალურ იდენტობას აერთიანებს. Lamborghini-ის წარმომადგენლები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ ეს მოდელი უზრუნველყოფს გამორჩეულ სიმძლავრესა და კომფორტს, შეუდარებელი მართვის გამოცდილებისთვის. ჩვენი მომხმარებლის 40%-ზე მეტი ახალგაზრდები არიან დაახლოებით 40 წელს ქვევით. ეს სტატისტიკა ძალიან კარგია სამომავლოდაც, რადგან სწორედ ისინი შთააგონებენ მომავალ თაობას ახალი შეგრძნებების მიღებისთვის. მათ არ ეშინიათ საკუთარი წარმატების ჩვენების, ამას უსიტყვოდ ახერხებს Lamborghini. იგივე ველოდებით საქართველოში. ამ ავტომანქანის ფლობა ავტომატურად ნიშნავს დიდ ოჯახში შემოსვლა, სადაც ადამიანებს აერთიანებთ გემოვნება, ვიზუალი ტექნოლოგია და მოძრაობა. Lamborghini-ის პირველი შოურუმი საქართველოში 300 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ სივრცეს მოიცავს, რომლის ინტერიერისა და ექსტერიერის ყველა დეტალი სრულად პასუხობს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებს, ანალოგიური ვრცელდება სერვისზეც. ბრენდის ავტომომსახურების ნაწილი თანამედროვე დანადგარებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი. შესაბამის მომსახურებას კი უშუალოდ Lamborghini-ის მიერ გადამზადებული სპეციალისტები გასწევენ. კონცეპტუალური შოურუმი 80% კონფიგურატორსაც მოიცავს, რომლის საშუალებითაც Lamborghini-ის მოყვარულები თავად განსაზღვრავენ ავტომობილის სპეციფიკაციებს, ფერებით დაწყებული, მასალებით დასრულებული. წარმომადგენელია ულოცავ Tegeta ჯგუფს, ეს არის დიდი ნდობა და წარმატება მათთვის, მაგრამ ასევე ხაზს გაუსვამ, რომ ეს არის საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიისათვის დიდი გამარჯვება. Lamborghini-ის შემოსვლა დაკავშირებული არის როგორც სტანდარტების გაუმჯობესებასთან, ასევე ახალი სერვისების დანერგვასთან. ჩვენ გვეამაყება, რომ Tegeta ჯგუფთან უკვე 30 წელზე მეტი არას თანამშრომლობთ და ვფიქრობთ, რომ ეს და მრავალი კიდე მომავალი პროექტი ჩვენ თანამშრომლობას კიდევ გააძლიერებს. Sant'Agata Bolognese-დან დაწყებული გზა ახლა უკვე აღმაშენებლის ხეივნამდე აღწევს. ამიერიდან ოქროს ხარის ყველა ახალ ინოვაციას ადგილობრივი ბაზარი გაიზიარებს და ქართველები შეძლებენ ფუფუნების, პრესტიჟის, სიჩქარისა და დახვეწილობის სიმბოლო იდენტობის გამსაზღვრელ თავად ნიშნად აქციონ. ასევე ბატონმა გიორგი ისაკაძემ შტეფან ვინკელმანთან ჩაწერა ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ის უკვე მოგვიყვება თუ რატო გადაწყვიტეს საქართველოში გაიხსნათ სერვის ცენტრი, დასაკეთებენ, რამე გეგმები თუ აქვთ კიდე და ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით. მოდი ვნახოთ ახლა ინტერვიუც და მერე უკვე სტუმრებთან ერთად დაგიფრთხილდებით სტუდიაში. ბატონო ვინკელმან, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოში. დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ყოფნა.
საქართველოში შეიძლება მოულოდნელი მოხდეს, მაგრამ უკვე მოხდა კიდეც Lamborghini უკვე აქაა. თქვენი პრეზენტაციის დროს ახსენეთ, რომ ეს არის Lamborghini-ს 186-ე სადილერო წარმომადგენლობა მსოფლიოში. გვაინტერესებს, როგორ აფასებს კომპანია ბაზრების პოტენციალს ახალი რეგიონების შერჩევისას. So you have a global სოფლიო ავტომობილების ბაზარი დაახლოებით 80 მილიონ ავტომობილს ითვლის ყოველწლიურად. საიდანაც სპორტული, მდიდრული ავტომობილების სეგმენტი დაახლოებით 120,000 მანქანას მოიცავს. ჩვენი წარმატებისათვის აუცილებელია გლობალურ ბაზარზე ყოფნა, რადგან ერთ ბაზარზე დამოკიდებულება საკმარისი უბრალოდ არ არის. ჩვენ ვყიდით ძალიან ცოტა რაოდენობით ავტომობილს მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაც არ შეგვიძლია მხოლოდ ერთ ბაზარზე ორიენტირება. So the key factor ანუ მდიდრული ავტომობილების ბაზარზე წარმატების მიღწევის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გლობალური სტრატეგიის არსებობაა. on the market. დიახ, მართალია, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა რაოდენობით ავტომობილს ვყიდით. მართალია, იტალიურობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია, მაგრამ Lamborghini-ს ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყვართ. ყველა მდიდრული ბაზრის ერთობლიობა საერთო ჯამში ქმნის საკმარის ბაზარს იმისათვის, რომ ჩვენი წარმატება გაგრძელდეს. ამიტომაც თუ გსურს წარმატება, გლობალურად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი. ამ ბაზრებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე ევროპული ქვეყნები, აგრეთვე აზიური ქვეყნებიც, მაგალითად იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ჩვენ ვაკვირდებით განვითარებად ბაზრებსაც, მათ პოტენციალს და როდესაც გარკვეულ ზღვარს ვხედავთ, ვიწყებთ შემდეგ უკვე პარტნიორების ძიებას. საქართველოს სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. But at the same time under your leadership it's been already 2 years. მიუხედავად კოვიდის პერიოდისა, თქვენი ხელმძღვანელობით კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 10,000 ავტომობილი გაყიდა. რა კონკრეტული ქმედებები განაპირობებს კომპანიის გაყიდვებში ასეთ ზრდას? Are there any specific moves done from the management? I know there are different things. One is for sure that we have რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში Lamborghini-ს ბრენდი ძალიან მძლავრია. პროდუქცია განახლებულია და უმაღლეს დონეზე აყვანილი. ამასთანავე, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მსოფლიოში ულტრა შემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა იზრდება, რაც დამატებით ზრდის მოთხოვნას. ჩვენ კი ყოველთვის ვაწვდით ბაზარზე იმაზე ნაკლებ ავტომობილს, ვიდრე რეალური მოთხოვნაა, რაც მომავალშიც მაღალ მოთხოვნას და წარმატებას განაპირობებს. of being successful also in the future. So at the same time do you foresee გეგმავთ თუ არა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით ქართული კულტურის და ტრადიციების ამსახველი განსაკუთრებული მოდელების წარმოებას? Georgian culture and heritage? No, in terms of the product. არა, ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ იტალიაში შექმნილ მოდელებს, რომლებიც გლობალურია და ყველასათვის ერთნაირად მიმზიდველია. თუმცა ადგილობრივ დონეზე აქტიურად ვმართავთ ღონისძიებებს, მართვის გამოცდილების გასაზიარებლად და ამით საინტერესო მესიჯს ვუგზავნით ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით. All around the globe. How do you maintain როგორ ახერხებთ Lamborghini-ს იდენტობის შენარჩუნებას? თანამედროვე გამოწვევების, მაგალითად იგივე ეკოლოგიური სტანდარტებისა და ESG-ს მიზნების ფონზე. accomplishment or pressure? So please But just a few things. ჩვენი მიზანია ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და განსაკუთრებული ადგილი დავიკავოთ. Lamborghini-ს დიზაინი, ხარისხი, შესრულება, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. გარდა ამისა, 2015 წლიდან ჩვენ სანტა-გატა-ბოლენეზეში ნახშირბად ნეიტრალური საწარმო გვაქვს. ზრდით საწარმოს ზომას, თანამშრომელთა რაოდენობას და ავტომობილების წარმოებას, ისე რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გენერალურ თანასწორობაზე. კომპანიაში უკვე გვყავს მენეჯერების 20%, რომლებიც ქალები არიან, რაც ამ ინდუსტრიაში დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ინჟინერების უმეტესობა ისევ კაცები არიან. თუმცა დროსთან ერთად სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება ავტოინჟინერიით, რაც ჩვენს კომპანიაში მათი რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. Women in our company. and still going back to all the messages you delivered? ყველაფერი რო შევაჯამოთ, მაინც რას ნიშნავს თქვენთვის პირადად, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისთვის საქართველოში Lamborghini-ს წარმომადგენლობის გახსნა? The chairman of Lamborghini Automobile.
in a very condensed ეს ჩემთვის შესანიშნავი საშუალებაა პირადად შევხვდე პარტნიორებს, გავეცნო სადილეროს საქმიანობას, გავესაუბრო მედიას და რაც მთავარია შევხვდე არსებულ და მომავალ კლიენტებს. საკმაოდ მოკლე დროში ადგილზე ვეცნობი ადგილობრივ სიტუაციას, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ, რადგან ამ ერთი სადილეროს გახსნა რეალურად მთელ ამ ბაზარზე ლამბორგინის წარმომადგენლობის გაჩენას გულისხმობს. the presence in the market. Is it still to expect საბოლოოდ საქართველოში ლამბორგინის გამოჩენა ნიშნავს თუ არა მოულოდნელის მოლოდინს. But this is our aim. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებლებს სიახლეები, მოვახდინოთ მათი მოლოდინების გადაჭარბება და მუდმივად ვაკეთოთ ის, რაც მოულოდნელია. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. სასიამოვნო იყო. მადლობა თქვენ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია Porsche კლუბის პრეზიდენტი ბატონი ლაშა ნარსია. მოგესალმები, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. როგორ ხარ? მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კარგად. ჩვენი ვრაც. ძალიან კარგი. პირველი კითხვა რაც მექნება შენთან, რას აკეთებს Porsche კლუბი? ანუ რა ღონისძიებებს გეგმავთ, ივენთების შეხვედრები თუ ტარდება ხოლმე ხშირად და რამე თუ გვაქვს კიდე დაგეგმილი ამ წელს, ან კი ბატონო, მადლობა ნიკა. Porsche კლუბი ყოველ წელს დაახლოებით 15-დან 20 ღონისძიებამდე ატარებს, ესე ვთქვათ, სტანდარტულად რაც გვაქვს ხოლმე კალენდრის მიხედვით. ეს ღონისძიებები, როგორც ეს ვთქვათ, სარბოლო კუთხით, ტრეკზე, ესე ვთქვათ, იმართება, ტრეკ დღეების მიმართულებით, წყვილთარბოლის მიმართულებით და ასევე ჩემპიონატები კარტინგში, ახალი თაობის გასაზრდელად, ესე ვთქვათ, აღსაზრდელად უკეთესად. და დანარჩენი ესე ვთქვათ გადარბენის სტეპის და გასართობი ღონისძიებები. ასევე საერთაშორისო ტურები, რომელსაც უკვე თითქმის მე-5 წელია ყოველ წელს გეგმავთ და ყოველ წელს ვასრულებთ. პეკინი, პარიზი ჩვენ გადავიღეთ კიდევაც, რომ იყო ერთ-ერთი გადარბენა. ანუ ამ მიმართულებით თუ გეგმავთ, სწორედ საქართველოსდან იყოს რამე ტური საზღვარგარეთ, რომელიმე ქვეყანაში რომ დაფინიშდეს მსგავსი. კი ბატონო, აი მაგალითად პეკინი, პარიზი იყო ჩვენი მეორე ორგანიზაციის, ესე ვთქვათ, ხელშეწყობით, საქართველოს ავტომობილ სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით, რომელიც მეორეჯერ ჩავატარეთ საქართველოში. პეკინი, პარიზი არის ბრიტანელების Hero Veras ესე ვთქვათ, რალი, რომელსაც ჩვენ უწევთ აქ, ესე ვთქვათ, ორგანიზებას ლოკალურად და ამ მიმართულებით უკვე მეორეჯერ გაიმართა საქართველოს გავლით და ჩვენ ძალიან, ესე ვთქვათ, მობილიზებული და ძალიან აქტიურად ვართ ხოლმე ჩართული ყოველ მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე. მსგავსი ტიპის გადარბენები, აი ზუსტად რაც ვახსენე, საერთაშორისო ღონისძიებები ჩვენს გვაქვს Porsche კლუბში ხოლმე ეხლაც, წელსაც დაახლოებით გამოდენიმე კვირაში ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ თქვათ ევროპის ტური, სადაც დაახლოებით 7 ქვეყანა იქნება. ვარქმევთ რომ ესე ვთქვათ თბილისი, რომია, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ბევრი სხვა ქვეყანა დაემატება გზაზე როგორც ყოველთვის ხოლმე. ძირითადად გავალთ თბილისიდან, დავაფინიშებთ რომში და უკვე მერე რამე ისინი იქნება დოპების სპეციალური სპეცმონაკვეთები? ამ შემთხვევაში არ არის პრინციპით მივდივართ, გვაქვს კონკრეტული ქალაქები, სადაც უნდა ვიყოთ, ძირითადად ვცდილობთ რომ უფრო ესე ვთქვათ გასართობი ხასიათის იყოს და ყველა მივიღოს მაქსიმალური სიამოვნება ამ ტურისგან და ამიტომ ყველა ერთად დავდივართ, რა თქმა უნდა, ავტომობილები ყველა დაბრენდილი იქნება და მოწესრიგებული ისე როგორც რალის შემთხვევაში, მაგრამ უბრალოდ ჩვენ გვექნება კონკრეტული ქალაქები, სადაც უნდა მოხვდეთ, გავიაროთ, სასურველი იქნება ყველა ერთად. ვა, ძალიან საინტერესო იქნება. ჰისტორიკსაც გითხარი, ორიოდე სიტყვით რამე, სამწუხაროდ თელავში რო გაიმართა, ვერ მოხვდი, ვერ ჩამოვედი და აპირებთ თუ არა თბილისშიც რო გააკეთოთ ისტორიული ავტომობილების, ასე ვთქვათ, ფესტივალი, პატარა შეკრება. კი ბატონო, კი. ესე იგი თბილისში ვაპირებთ, ყოველ წელს თელავს ვატარებთ, იქიდან გამომდინარე უკვე დათქმული ფესტივალი არის ყოველწლიურად. თავიდან ისტორია აქვს ცოტა ასე ვთქვათ, გრძელი და რაღაც საინტერესო ჩვენთვის და ამიტომ თელავი ყოველწლიურად არსებობს და თელავი ძალიან ასე ვთქვათ, ვითარდება ყოველწლიურად. თბილისის ფესტივალი არის ყველასთვის ესე ვთქვათ, ყველაზე მაღლა შეფასებული და ესე ვთქვათ, ძალიან რეიტინგული. და თბილისის ფესტივალს გეგმავთ, ჯერჯერობით დეტალები არ მაქვს, არ ვიცი, ოქტომბერი იქნება ეს სავარაუდოდ უფრო ყველაზე ესეთი
კარგი თვე ამისთვის ოქტომბერია ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, გეგმავთ, თარიღი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ძალიან გვინდა რომ თბილისში ჩატარდეს, იმიტომ რომ თბილისი ძალიან აქტუალურია ყოველთვის, ძალიან ბევრი ავტომობილია ყოველთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება როგორც წინა თბილისის ფესტივალი. ისიც რომ კანონი შეიცვალა, თარობის მიერ მიღებულმა ახალმა კანონმა, რომ ის იცით 51 წლის ავტომობილი ბაჟდება როგორც ერთლარიანი ანუ 1 სანტიმეტრზე 1 ლარი. ძალიან ხელი შეუწყო ამ ყველაფერს და ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის განვითარებაში, რომ ბევრი ავტომობილი ჩამოდის ყოველ ესე ვთქვათ კვირეულად შეიძლება ითქვას, ყველა ჩვენთაგანს ალბათ 2-3 კლასიკური მანქანა ყავს, ვინც ამ მანქანებს მე ვაკეთებთ ნელა-ნელა და მიყვავს იმ კონდიციაში, როდესაც რომ გამოიყვან უკვე ყველას მოწონს და აი ის განცდა რომ კლასიკური ავტომობილი არის ეს რაღაც რუსული რაღაც არაფრის მომცემი ავტომობილი არ არის. შენი აზრით მაინტერესებს ეს კიდე აპირებენ ხო შემცირებას წლოვანების? ჩემი აზრი და სურვილი არის რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში დაეშვას ყველა ავტომობილი რომელიც ამ 2013 წლის კანონის გარშემო არის და რამაც შეგზღუდა ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო მანქანების იმპორტში. და დარწმუნებული ვარ მე რომ თუ მაგალითად ახლა როგორც მიდის საუბარი წავა იმ მიმართულებით რომ ამ ავტომობილების ესე ვთქვათ შემოყვანა დაიშვება იმ მიმართულებით როგორც აი პირობითად მარჯვენარულიანი იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების საბაჟო გადასახადია ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ყველანაირად მაქსიმალურად კარგ ავტომობილებს იმიტომ რომ ეს იქნება AMG აი პირობითად რო ავიღოთ ნებისმიერი აი სიტყვაზე E36-ის BMW M3 ან ყველაზე გავრცელებული რო არის ესე ვთქვათ და ყველასთვის გასაგები რო იყოს ეხლა თუ ადამიანმა მოინდომა და იყიდა კარგი M3 უნდა გადაიხადოს ალბათ სადღაც 20000 და მე შეინახოს ეს წლები მარტო ფესტივალზე გამოიყვანოს იმ შემთხვევაში თუ ეს კანონი იქნება ამ მანქანით ივლის მაგრამ ეს მანქანა მაინც 20000 შეიძლება 25 დაჯდეს ესე ვთქვათ მაგრამ ბევრად უფრო კარგი იქნება ბევრად უფრო კარგი მანქანა იქნება და გვეცოდინება რომ იმას არც გამონაბოლქვი აქვს იმას არც ტექნიკური დაზიანება არ აქვს, ტექნიკურადაც გამართულია და გავს ავტომობილებს ძირითადად არ ახასიათებს პატრონები ხარ. მეორე მომენტიც არის რომ არავინ არ დადის ყოველდღიურად ამ მანქანებს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გვაქვს სურვილი რომ გქონდეს იმ კონკრეტულ დღეს გადაადგილების საშუალება, თორე ხა ნამდვილად რთულად წარმოსადგენია ყოველდღიურად M3-ი არ ვქალებს. შეიძლება შაბათ-კვირის დაშვება რო იყოს პირობითად. შაბათ-კვირას რო ყველაზე ლოგიკური როგორც ახლა ევროპაში არის, ყველა ავტომობილის შეძენა შეგიძლია დღევანდელი მდგომარეობით შესაბამისი გადასახადი არის ყველა ავტომობილზე თუ მწვანე ზონა არსებობს ქვეყანაში მწვანე ზონა აბსოლუტურად ყველა ავტომობილს ეხება თუ მაგალითად კლასიკური ავტომობილია და პრეისტორიული ხანის არის ის კონკრეტული რეგულაციები არის როცა ღონისძიება მაშინ დადიან ეს ავტომობილები ყველა რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი აბსოლუტურად ყველა არის მაღალი ესე ვთქვათ ხარისხის ამ ესენი არც გამონაბოლქვი არ აქვთ გადაჭარბებული და არც არაფერს არ არის რეალურად. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება საშუალება შემოვიყვანოთ მსგავსი ავტომობილები, ეს არ გააუარესებს ესე ვთქვათ ხარისხს. იმ შემთხვევაში თუ ესე ვთქვათ 90-იანების ავტომობილები შემოვა სტანდარტული ტარიფით ან უფრო ქვედა ზღვარზე, სიტყვაზე კლასიკური ავტომობილების ტარიფით გამომივიღებთ იმას, რომ $2000 ნაყიდი BMW-ები ივლიან ძალიან ბევრი. მე ერთი რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკომისიის მიხედვით 30 წლის ავტომობილი ითვლება კლასიკური მანქანა, და როდესაც ეგ კანონი მიიღეს თვითონ ევროპაში, ეს უკვე 15 წლის წინანდელი კანონია. დღესდღეობით მოცემულობა, რომ კლასიკური ავტომობილი 30 წლის რო გახდეს რო გვალფარებიანი Mercedes-ი, ის აღარ ითვლება კლასიკური ავტომობილი. იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხი ამ კითხვაზე, FIA-სიც და FIFA-სიც არის ესეთი, რომ კლასიკური ავტომობილების ეპოქა ერა დასრულდა. ჩვენ ალბათ დაგვჭირდება დაახლოებით ალბათ 40 ან 50 წელი, რომ ამ ყველაფერმა გაიაროს და მე ალბათ ჩვენმა შვილიშვილებმა თქვან, რომ აი 90-იან წლებში რომ ავტომობილებს ამზადებდნენ, ესეც დღეს უკვე კლასიკად მიიჩნევა. იმიტომ რომ რეალურად old timer-ი დასრულდა 90-იან. იმიტომ რომ გვალფარიანი Mercedes დღეს იმდენი დადის.
ან კლასიკურში ვერ გაიყვა რა. რეალურად ან მოცემულობით დღეს რომ მოვითხოვოთ 30 წლის კანონი გამოგდის ვალფარებიანის ესე ვთქვათ ხელშეწყობა იმისკენ რომ ეგ არის კლასიკური ავტომობილი. ამას ხელს არ უწყობს თვითონ ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება ხოლმე Porsche-ზე და ყველას გონია ხოლმე რომ ძალიან რთული მოსავლელი ავტომობილია, ძალიან ძვირი ძვირად მოსავლელი და შესანახი ავტომობილია და შეერარჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, ვისაც Porsche შეძენა უნდათ და Porsche-ს ყოლა უნდათ. ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ მე პირველ რიგში Porsche-სთან მიმართებით სანამ რამე რეკომენდაციას გავცემ ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ რომ მე ჩემ თავზე ესე ვთქვათ გამოვცადო რეალურად როგორ არის. დავიწყებ იქიდან რომ ნუ ეცდებიან რომ იაფად იყიდო Porsche, იმიტომ რომ Porsche მარტო ლოგოტიპი არ არის. არ არის Porsche უბრალოდ ესე ვთქვათ წარა და მე აი ესეთი იაფად ნაყიდი ესე ვთქვათ Porsche-ს მე როგორ გითხრათ შეფასება ცოტა უჭირ, დაიც რაღაც გამიფუჭდა, ვიყიდე $5,000 კაიენი და არ მოწონს. ამიტომ არის ესეთი მოცემულობა, რომ თვითონ ამე როგორც გამოცდილება 911-თან თითქმის ყველა მოდელთან გამოცდილება, თითქმის ყველა მოდელი ყავდა და ერთი საერთო რამ აქვს. თუ თქვენ ამ მანქანას იყენებთ იმ მიმართულებით როგორც უნდა გამოიყენოთ, ეს მანქანა არ ფუჭდება. რეალურად. ეს არის ბრენდი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღიურად იაროთ. იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა სპორტული ავტომობილი ესმით, ეს ჩვეულებრივი მომენტი არის 911-ით ყოველდღე შეძლებთ თქვენ სიარულს, იმიტომ რომ აბსოლუტურად მაქსიმალურად დასულია იმ დონემდე, რომ ქალაქში იყოს მოსახერხებელი. და პლუს ის რომ ამ იგივე მანქანით შეგიძლიათ ვიკენდზე გახვიდეთ, ტრეკზე იაროთ, გამოხვიდეთ სხვა ტიპის სამოყვარულო შეჯიბრებში და იგივე მანქანით ორშაბათს ახვიდეთ სამსახურში. ეს ესე ვთქვათ შეგრძნება ყველა სხვა მოდელზე ვრცელდება. ვრცელდება როგორც ესე ვთქვათ ჯდომის მანევრით, საჭის დიზაინით და სხვადასხვა ესე ვთქვათ დეტალებით, რომელიც გაგზნობინებთ, რომ თქვენ ისე Porsche-ში ზიხართ. აი ეს არის დამაკავშირებელი აი ამ წრის ყველა ავტომობილის, რომელთაც არ უნდა იყოთ კაიენით იქნებით თუ ტაიკანით იქნებით, გრძნობთ, რომ თქვენ ისე Porsche-ში ზიხართ იმ ხარისხით, იმ შესაძლებლობებით, რასაც ბრენდი გაძლევთ სიტყვაზე 911-ში, იმ მისი ესე ვთქვათ სულის ნაწილის დევს ყველა ამ სხვა ბრენდში, უბრალოდ სხვა მოდელში. შესაბამისად არ კარგავთ შეგრძნებას, რომ აი მე Porsche არ მყავს. დიდი მადლობა. ლაშა სტუმარისთვის. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლაშა ნარსია და ჩვენ მეორე სტუმართან ერთად ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდებით სულ ცოტა ხანში. დღეს ჩვენი სტუმარია 2014, 15 და 16 წლების დრიფტის ჩემპიონი და ასევე საავტომობილო ივენთების ორგანიზატორი ბატონი გუგა კირვალიძე. მოგესალმები, მადლობას გიხდი მობრძანებისთვის და შენი დროისთვის. როგორ ხარ პირველ რიგში და რა გეგმები გვაქვს? გადასარევად, აი ხა ვიყავით ლილოში, გაკვეთილები გვაქვს, ვემზადებით 29-ში იქნება მესამე King of Drift-ის მესამე ღამის ეტაპი. ძალიან საინტერესოა ღამე მით უმეტეს. კი, ფინალები იქნება ღამე, ანუ რამდენიც გავაკეთეთ ეს ღამის ეტაპი, ძალიან ეფექტურია ეს მანქანები, განათებები, ბოლი, რამე უმე და ძალიან ესეთი საინტერესო ეტაპი გველოდება წინ. მე ასევე მინდა გკითხო Race X-ზე. ძალიან დიდი ივენთია, როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო და წრიული რბოლა, არ ვიცი, ძალიან დიდი ხანი იყო დაპაუზებული. ესეც რო აღნიშნოთ. კი ბატონო, Race X არის ძალიან განსაკუთრებული, შეიძლება ფესტივალიც კი დავარქვათ. მე ბევრი უფრო ისე მიცნობს, რომ დრიფტერი ვარ, დრიფტი მიყვარს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ წრიული რბოლა ძალიან მიყვარს. წრიულ რბოლაზე ვიღებდი მესთან მონაწილეობას კომპაქტებით, ლეგენდებით. ყოველთვის მინდოდა რომ ეს დრიფტი ცალკე სამყაროა, წრიულ რბოლაზე ცალკე სამყაროა, დრიფტერებს რაღაცა ისე უყურებენ, თითქოს რაღაცა ისინი ვართ. აქედან მე ესენი დაბოღმილები იმათ უყურებენ ისე რომ ისინი რაღაც ცუდი ხალხია. ყოველთვის მინდოდა რომ გამეერთიანებინა ეს ამბავი. პირველად Race X-ი გავაკეთეთ 2022 წელს ლაშასთან ერთად, მაშინ იყო ისტორიული მანქანების გამოფენა. პადოგზე უზარმაზარი ღონისძიება გამოვიდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო, მართლა მაგდენი ხალხი რუსთავში რა ძალიან იშვიათად არის. მაშინ იყო ისტორიული მანქანების გამოფენა, Time Attack-ი, სუპერკარები, Race X-ი, დრიფტი მაშინ ცოტა ნაკლებად იყო. ეხლა დრიფტი იქნება უფრო მეტად, ანუ ორი ნაწილისგან შედგება ეს Race X-ი. პირველი იქნება
დრიფტი, სადაც ჩემს მიერ წინასწარ შერჩეული 8 დრიფტერი გამოვა, რომელიც ჩემი შეხედულებით დღეს ყველაზე აქტიურია, ყველაზე კარგად დადის. ვიღაცა Kings-ზე გამოდის, ვიღაცა GDS-ზე გამოდის, ერთმანეთს აღარ ხვდებიან, ხმელუდი მაგალითად არ დადის GDS, ჯავახა არ დადის GDS, ხო? ყველა ვინც კარგად დადის, კარგი მანქანა ყავს და ჩემთან ახლოს არის და მე მეგობრობ, ჩემი შეჯიბრია ვისაც იმას გამბოება. აი ეს რა კაცი ვინც იდეა იყო იმისი რომ იქნება top 8 ოღონდ double elimination. სანახაობრივი რო იყოს რა თქმა უნდა. ერთი სიცოცხლე ექნება ყველას. ტიპი რო ერთ შეცდომას დაუშვებს და წააგებს, სახში არ წავა, გადავარდება ლუზერების სეტკაში და იქიდან მერე კიდე ექნება შანსი რომ გავიდეს კომპიუტერული თამაშები არის ხო? დააწუხა. ისე იქნება რომ ყველა გარბენი უკვე დაალაგებულია ვინ ვის შეხვდება, მაგას ნელ-ნელა გაიგეთ სოციალიზაციებიდან. ჩვენ გვაინტერესებს ახლა და დარწმუნებული ვარ ყველა საინტერესებს ხეროდინაშვილი ვის შეხვდება. ხეროდინაშვილი აი თქვენ ვისაც გონიათ რომ შეხვდება, იმას შეხვდება ზუსტად. ყვითელი ავტომობილი ყავს თქვენ გონი? ოღონდ მე არაფერი მაგაში არ მიმიძღვის ძალიან ეს გულახდილად ChatGPT-ს 8 სახელი ჩავწერე და ChatGPT-ს დავალაგებინე ეს ბაგი. აი ესე დაალაგა. პირველი არის წული არის გრიგალა ჯავახა და მეორე წული არის შალინგა ხეროდინაშვილი და აი რომ ამოაგდებს უანტი მოუყდის იცინით უნდა დამესკრინა მე და კონტაქტში გადავიდეს გარბენი. ძალიან საინტერესო იქნება ჯავახა გრიგალა იქნება შალიკა ხერო აქეთ ხვდებიან გიორგა კოდუა ჭეიშვილი და ბოლოს ყოლი იქნება მერონო და მათე. და აქედან კარგი ის არის რომ 4 კაცი ხო წააგებს, ნუ სხვა გზა არ არის, 4 კაცი გადავა მეორე მხარეს წაგებულების ბადეში და განაგრძობენ ბრძოლას, მერე არ არის გამორიცხული რომ აქედან ვიღაცა ამოვიდეს და ფინალში შეხვდეს ტიპს და წაგებულების ბადიდან რომ მოიგოს შეჯიბრი, თავისუფლად შესაძლებელია. ტრიულ ბოლაზე ვიკითხავ. ჩვენ ყავდა სტუმრად ისიც პატარა არის, ყველაზე პატარა მონაწილე ვინც ყავთ. ვინ გამოდის, რამდენი ეტაპი იქნება და საპრიზოები თუ არის რამე ისეთი განსაკუთრებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ, უცნაური ტრიულ ბოლაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერს, რეგისტრაცია ღიაა. დრიფტისგან განსხვავებით ყველა მანქანას უშვებთ წინაწამყვანი უკანაწამყვანი კვადრო ნებისმიერ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა იმიტომ რომ კვადროების ძალიან დიდი უპირატესობა არ თქონდეთ სტარტი იქნება გაგორებულზე ყოლება სეიფი არის წინაზეც ეგრე იყო რომ ხო ნუ სტარტზე კვადრო ისე დაისტარტება რომ აზრი აღარ აქვს მე ამიტომ გადახტება და всё წავა რა გაგორებულიდან სტარტი ლამაზია სეიფი არის კიდე ალამაზებს ამ ყველაფერს და უფრო უცნაური იმიტომ არის რომ კვალიფიკაციიდან გადადის 16 საუკეთესო დროის მქონე და იყოფიან როგორც რალი კროსში არის 4 მანქანად 4 ჯგუფი იქნება 4 მანქანიანი 4 ჯგუფიდან პირველი 2 გადადის სუპერფინალში და მერე უკვე რჩება 8 საუკეთესო მონაწილე 8 საუკეთესო მონაწილე პირველ სუპერფინალში დაალაგდებიან კვალიფიკაციის მიხედვით მეორე სუპერფინალში პირველი რბოლის ფინიშების რევერსი იქნება. ანუ ვინც პირველ სუპერფინალში გავა პირველ ადგილზე, დადგება მერვე პოზიციაზე, ვინც გავა მერვე პოზიციაზე პირველ რბოლაში, დადგება პირველ ადგილზე და ძალიან საინტერესო ძალიან მაგარი ხოცვაში არავის არ დაინდობს. ერთი კითხვა მაქვს, აი მე სიტყვაზე რომ მინდოდეს მონაწილეობის მიღება. ანუ შემიძლია კვალიფიკაციაზე მოვიდე ვიარო. კი ბატონო. რამდენ წრეს დავდივართ კვალიფიკაციაზე ეს? კვალიფიკაციაზე არის 3 წრე და ერთი საუკეთესო ითვლება. კვალიფიკაციიდან მერე 16 ვინც გადავა 4 ჯგუფებად დაიყოფიან და ივლიან 4 წრეს. 4 წრეში ვინც პირველი 2 გადადის სუპერფინალში და იქ იქნება უკვე 7 წრე. რეალურად ძალიან ცოტაა, მაგრამ კარგია იმ მხრივ რომ არ არის იმის დრო რომ მოდი იქნებ შემდეგ წრეზე გავრისკოთ და მოდი იქნებ სხვის შეცდომას დაველოდოთ 7 წრეა. ეგრევე უნდა მოასრო ყველაფერი სუპერფინალში. შეიძლება ცოტა დიდი რბოლის გაკეთება, მაგრამ ის მანქანები, რომლებიც რეალურად ჩქარია, ტურბინიანია, მოგწონს რომ უყურებ, კარგი ხმები აქვს და ასე შემდეგ. ხურდება ამ მაგტრასაზე. მithumetes კაი სიცხე გველოდება როგორც კარგი სიცხეც იქნება, ხო? მაგას ვერაფერს ვერ მოხდა. ქვემოთ არის ხო ეს SF-ში? კი ბატონო, SF-ში იქნება. ერთი დავამატებ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით იმასაც, რომ
2016 წელს ვიყავი ბარსელონაში World Rally Cross-ზე. და იქ იყო რომ შევედი არ ვიყავი მაშინ ისეთ განსაკუთრებული მარტო საქართველოში ვიყავი შეჯიბრებზე რა მყოფი და რო ჩავედი აი შოკში ვიყავი თურმე რა მაგარი შეიძლება იყოს შეჯიბრი არ იყო ძალიან დიდი ივენთი სადაც შეჯიბრი იყო მთავარი ეს რბოლა იყო რბოლაზე იყო დიდი აქცენტი მაგრამ ყველა ერთობოდა იქით კონცერტი იყო იქით ბავშვები იყვნენ იქით გოგოები იყვნენ იქით ყველა რაღაცას აკეთებდა და რო დაიწყო შეჯიბრი აი როგორც ფილარმონიაში რაც მედიხარ და წარმოდგენაა და იქ შესვენებები არ არის და პაუზები აი თავიდან ერთ ამოსუნთქვაში ჩატარდა ეს შეჯიბრი და რომ აქაც ეგ იდეა მაქვს მაგიტოც ავარჩი ეგ მონაკვეთი რომ ადამიანები მოვლენ ხიდზე გადავლენ ტრიბუნაზე დასხდებიან დაიწყება წარმოდგენა ჩაივლის გაუჩერებლად ეს ყველაფერი იქვე იქნება დაჯილდოება და ესე ემოციებით დატვირთულები წარმოვიდგინე. მათ შორის წინა ივენთზე ვიყავი მე და ძალიან მომეწონა. ერთი ასევე საინტერესო დეტალი მაყურებლისთვის ნახევარი საათით გახსნაზე ყველას შეუშვებთ სარბოლო მონაკვეთზე, ყველა მონაწილეები იქ იდგებიან და მაყურებელს შეიძლება რომ მივიდნენ, გადაიღონ სურათები, მანქანები დაათვალიერონ, თავის საყვარელ როგორც გასაირნებად შეუძლიათ, ხო? გასაირნებად შეუძლიათ, ავარჩევთ იქ სამ იღბლიან მაყურებელს და გათამაშებითაც? კი ბატონო და მათე ჭიკაშვილის C7 კორვეტით გავატარებთ უშუალოდ სარბოლო მონაკვეთზე. ეს ძალიან კაი სურპრიზი ელოდება მაყურებელს. შენზე რას გვეტყვი, როგორც დრიფტერზე, რა გეგმები გაქვს, რა ეტაპებს დადიხარ? ეხლა როგორც ვიცი, რა ავტომობილით დადიხარ? მე ეხლა დავდივარ King of Drifts E46 და 5-0 Mercedes-ის. რომელიც არის ყველაზე მაგარი ზრავი დედამიწაზე. მე ვიღაცებია ჭუბი რო არ დამიწყო, რა მომივიდა. ყველა ეგეთი მაგარი ზრავი დედამიწაზე არ შექმნილა. M13. კი, აქ ტატუ უნდა გავიკეთო. ჩემი ძვაკაცის მანქანა, რომელთაც უკვე მეორე სეზონია დავდივარ, ფაქტიურად ჩემი ხარ, მაგრამ ფორმალურად ნიკასია. ამ ეტაპზე დავდივარ მარტო King of Drifts. GDS-ზე უკვე რაღაცა გარკვეული პერიოდი აღარ გამოდივარ ამ გასაგები მიზეზების გამო. წელს სამწუხაროდ Race-X-ზე მე ალბათ ვერ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარებას ძალიან დიდი რესურსი და ძალიან დიდი ენერგია უნდა და ძალიან ბევრი დეტალია. მანქანა მაინც იქნება მზად და ნუ იდეა არის ის, რომ თუ ამ 8 მონაწილეიდან ვინმეს რაღაცა მოუვა და გაფუჭდება, ნუ შოუ რო არ გაფუჭდეს, სადღაც შეუძრები მე. მაგრამ ესე არა ზარტული აქეთ ორგანიზება იქ თან იმაზე იფიქრე, აქეთ ამაზე იფიქრე და ორი რაღაც გაკეთება King of Drifts-იც იგივენაირად ვარ ხოლმე, მე და მე ვუდი ვაკეთებთ ამას ერთად, თან ორგანიზება, თან სიარული, მაგრამ ზოგადად შეჯიბრების ჩატარება იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა გამეკეთებინო ისეთი შეჯიბრი, როგორზეც აი როგორც მე მომწონს და მინდოდა რომ მე არა. თან ეგეთი შეჯიბრი ჩავატარო და თან საერთოდ არ გამოვიდა ცოტა აზრს კარგავს ეგ ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიარო მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ერთად არ გამოდის დამწყებ დრიფტერებს რას ეტყოდი აი ვისაც უნდა რომ დრიფტში მოვიდეს და გეგმავენ ფიქრობენ რა ავტომობილი აწყონ როგორ ხეროდინაშვილსაც დაუსვით დამწყებ დრიფტერებს ვეტყვი რომ სანამ დაგიწყიათ დაანებით ხო, ნუ ეს ხუმრობით დაწილობდი. კაი შენიშნა. რეალურად დამწყებ დირექტორებს, ყოველთვის ყველას მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ არ არის საჭირო რომ ავაწყოთ თავიდან რაღაცას, საერთოდ რამე რომ ავაწყოთ არ არის საჭირო, უნდა იყიდო ქარხნული მანქანა. დამწყებ დირექტორი რო ხარ, ნიშნავს რომ არ გაგამოცდილება იმ სფეროში, არ იცი რა ხდება, ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება მანქანა. როგორც კი იწყებ მანქანის აწყობას, რა ბიუჯეტიც არ უნდა გქონდეს, იწყებ მანქანის აწყობას, ძალიან ბევრი დრო მიდის, ენერგია, ფული, რაღაცა მეგობრები გშორდებიან, იმიტომ რომ აღარ მოსწონს ჩვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მაგარი შემოწუხებელი ტიპი ხდები და ბოლოს ხვდები რომ რაღაცა მანქანა ყავს, რომელიც საბოლოოდ არ გამოვიდა. შენ ფული აღარ გაქვს, მეგობრებიც აღარ ყავს გარშემო და ვერსად ვერ დადიხარ და ანებებ დრიფტს თავს. ამიტომ ყველაზე მარტივია რომ წავიდეს იყიდოს რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, გამართული მანქანა, რომელიც დადის. ნებისმიერი 46-36 რაღაცა მარტივი მანქანა, რასაც დაქოქავს, ჩამოვა ლილოში იქნება თუ რუსთავში, მოვიდეს ჩვენთან, დავილაპარაკოთ და შეიძლება შორიდან ცოტა საშიები ჩანო, არც ისე ცუდი ტიპები ვართ. ნელ-ნელა დაიწყო სიარული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანი
ბოლელი, მოყვარული განვითარდეს მანქანასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი იყო გუგა კირვალიძე და დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.